ვისაც აინტერესებს თავისი ცხოვრების სიზუსტე, განვიხილოთ ეს, იმათვის არის ეს ვიდეო. იმისთვის რომ განვიხილოთ სიზმარი, მოდით ვნახოთ განმარტება, მეცნიერული განმარტება, რომელსაც აკეთებს ესეთი მეცნიერება, რომელსაც ქვია ონტოფსიქოლოგია. აკადემიკოსი ანტონიო მენეგეტი მე-20 საუკუნის მაგიკანი, გენიოსი ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი აღმოაჩინა, ახსნა და გააფორმა როგორც მეცნიერება, რომელიც მიღებულია გაეროში, აკეთებს აი ესეთ განმარტვას. სიზმარი, სონიო, ლათინური se omnium, ინდივიდი ყველაფერთან და ყველასთან მიმართებაში. ეს რაც შეეხება ლათინურიდან სიტყვის მნიშვნელობას, ეტიმოლოგიას. წავიდა განხილვა განმარტების. სიზმარი არის ჩვენი არსებობის ორგანული და ფუნქციონალური აქტივობის ჰოლისტიკური ასახვა. ესე იგი, სიზმარი ასახავს ჩვენი ორგანოზია ლაპარაკი ჯანმრთელობაზე. ჩვენი ორგანული და ფუნქციონალური აქტივობის ჰოლისტიკური ასახვა. ესე იგი, რას ნიშნავს ფუნქციონალური? ნებისმიერ ადამიანს, ჩემო მეგობრებო, გააჩნია თავისი პოტენციალი, თავისი გზა, თავისი ბუნებრივი კანონები. ბუნებრივი, როცა მე ვიზამბობ ბუნებრივს, ეს იმას არ ნიშნავს ხეზე და ტყეზე და ფლორაზე და ფაუნაზეა ლაპარაკი. არა, ჩვენ ვიცავთ ადამიანები ცხოვრობ დედამიწაზე, გვაქვს სოციალური კანონები, ხო, კულტურა, წესრიგი, ადაწესები და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს სისტემის კანონები, რომელსაც ჩვენთვის წერს სისტემა, სამინისტროები, პარლამენტი, კანონები, კოდექსები, სისხლის სამართლის კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, საგზაო წესრიგები და ასე შემდეგ. სისტემის კანონები. ადამიანი დედამიწაზე არსებობს, გააჩნია მას სამი კანონი. ერთს მოდით უწოდოთ სისტემის კანონი, რასაც წერენ, სახელმწიფო რასაც წერს. მეორე ქვია, რაც დაწერილი არ არის, მაგრამ მიღებულია საზოგადოებაში, სოციუმში, სოჩეტა საზოგადოებაში. და მესამე კანონი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ადამიანებს, არის სიცოცხლის კანონი, ბუნების კანონი. აი ფიზიოლოგიურ დონეზე, ხო, სხეულის დონეზე ძალიან იოლია ამის გაგება, სხეულის ფიზიოლოგიური კანონი, რა ხო ფიზიოლოგიური კანონი. როდესაც ჩვენ წყალივწყურია, როდესაც ჩვენ გვეძინება, ეს ინსტინქტები, რა არის ინსტინქტი? ლოკალიზებული ნებისმიერ ორგანიზმში ცხოვრების კანონი. ეს ინსტინქტები პარლამენტის მოგონილი არ არის, მეზობლის მოგონილი არ არის. ბების მოგონილი არ არის, ეს მოიგონა თვითონ სიცოცხლემ. ბუნების კანონები, აი ეს ბუნების კანონები, რომლებიც არსებობს ჩვენში, ჩვენ უკვე გავჩდით აი ამ კანონებში და აი ამ კანონების მიხედვით. ფაქტის წინ ვდგევართ, რომ უნდა ვისუნთქოთ ჟანგბადი, რომ უნდა დავლიოთ წყალი, რომ უნდა დავიძინოთ, რომ ტემპერატურა აი ესეთი გჭირდება. ნუ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ბუნებას აქვს თავისი მარადიული უდრეკელი კანონები. არასდროს არ შეიცვლება ეს კანონები.